ყავასანი, ავტორი შოთა რუსთაველი, ამბავი როსტევან არავთამეფისა, მეორე ნაწილი. ავთანდილ იყოს პასპეტი, ძეამირს პასალ არისა, საროსამ ჯობი ნაზარდი მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერ თუ წვერული სადარო ბროლ მინასაც ნობარისა, მას თინათინის გონება კვირის წამწამთა ჯარისა, გულსა მისსა მიჯნურობა მისი ჰქონდა დამალულად, რამოშორდის ვერ მწვეტენ მან ვარდი შექმნის ფერნაკრულად, ნახის ცეცხლი გაუახლეს ყრული გახდის უფრო წყრულად, საბრალოა სიყვარული კაცსა შეექვს გულმოკლულად, რა მეფედ დასმა მეფემან ბრძანა მისისა ქალისა, ავთანდილს მიხვდა სიამოვნო სება სჭირს მისო ქალისა, თქვა ზედა მომხდების ნახვა მის პრო ფიქალისა, ნუ თუ მიტპოვო წამალი მე ჩემის ფერგამ ქრალისა, არაბეთს გასცა ბრძანება დიდმან არაბთა მფლობელმან, თინათინ ჩემი ხელმწიფე დავსვი მე მისმან მშობელმან, მან განანათლეს ყოველნი ვით მზემან მანათობელმან, მოდით და ნახეთ ყოველმან შემს ხმელმან შემამკობელმან, მოვიდეს სრულნი არაბნი ჯარი გამრავლდა ხასისა, ავთანდილ პირმზეს პასპეტი ლაშქრისა ბევრად ასისა, ვაზირი სოგრატ მოახლე მეფისა დასცა დასისა, მათ რომე დადგეს აჯდომი თქვესო თქმელია ფასისა, თინათინ მიჰყავს მამასა პირითა მითნა თელითა, დასვადა თავსა გვირგვინი დადგა თავისა ხელითა, მისა სკიპტრა და შემოსა მეფე და სამოსელითა, ქალი მზებს ჭვრეს ყოველთა ცნობითა ბრძნად მხედველითა.